ცეკვავენ ვარსკვლავები არა მარტო მეგა შოუს, არამედ თურქული სერიალების გულმხურვალე თაყვანისმცემლებსაც მოიზიდავს. მესამე საკონკურსო ტურს დღეს მურატ ილდირიმი განსჯის. სავაში მსაჯობისთვის მოცეკვავები კი საკონკურსო საღამოსთვის ემზადებიან. სალომე შანშიაშვილი ამ წუთებშიც მუშაობს და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვიამბობს ქართულ მეგა შოუში თურქი მეგა ვარსკვლავის მონაწილეობაზე. საღამშვიდობისა, სალომე, შენ ალბათ ახლა ხვდები რა მოუთმელად გელიან სავაშ ბალდარის თაყვანისმცემლები და ამიტომ კიდევ ერთხელ გითხარი რით გაგვახარებთ დღეს? გაგახარებთ იმით, რომ დავამშვიდებ მის თაყვანისმცემლებს და ვეტყვი, რომ მურატ ილდირიმი უკვე იმყოფება ჩვენთან სტუდიაში. ის ახლა საგრიმიოროშია და ემზადება მაყურებელთან შესახვედრად. მან მითხრა სხვათა შორის, რომ ხშირად, როდესაც ქუჩაში გამოდის თბილისში, მას მიმართავენ მისი გმირების სახელებით, რაც ძალიან ახარებს. ამბობს, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ მას კარგად და მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოში. ჩემთან ერთად არის თათული ღვინიაშვილი, რომელსაც მინდა ვკითხო, თათული, შენ თუ მოახერხე და თუ გადაიღე უკვე ფოტო მურატ ილდირიმთან? ჯერ არ გადამიღია, ვინაიდან მისი თაყვანისმცემლები გარეთ ელოდებოდნენ და სურდათ მასთან გადაღება ფოტოსი, აუცილებლად გადავიღებ, ამ შანსს არ გაუშვებ ხელიდან. და მან თქვა აღნიშნა, რომ არაჩვეულებრივი გარემო აქვს და კარგი სტუდია გვაქვს. ქართული ცეკვავენ ვარსკვლავები ძალიან მოეწონა. მან არ იცის თუ როგორი პრიზები ელის ჩვენს მონაწილეებს. მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს. შევახსენოთ აუცილებლად, ესე იგი, სამ ფინალისტს და მათ მეწყვილეებს მაქტიკომისგან ელოდებათ არაჩვეულებრივი საჩუქარი. ეს არის მეოთხე თაობის კავშირის ტელეფონი. ვინაიდან ჩვენ სულ უახლოეს მომავალში შევთავაზებთ ჩვენ მომხმარებელს მეოთხე თაობის კავშირს და მათ გადაეცემათ ეს საჩუქრები და ასევე სამ ფინალისტს მონაწილეს გადაეცემა მაქტიკომისგან ერთკვირიანი სრული ტური ნიცა, კანი, მონაკო, მონტე-კარლო, სან-ტროპეში. მინდა რომ ასევე მოუწოდო მაყურებელს და უთხრა რომ ჩაუსხდნენ ტელევიზორებთან და უყურონ ცეკვავენ ვარსკვლავებს და უმესიჯონ თავიანთ ფავორიტებს, რათა ისინი მოხვდნენ ფინალში და მიიღონ ეს არაჩვეულებრივი პრიზები. დიდი მადლობა, მართლაც არაჩვეულებრივი პრიზებია. ჩვენ ვესაუბრეთ მურატ ილდირიმს და შეგვიძლია მოვისმინოთ მისი კომენტარი და შთაბეჭდილებები საქართველოს შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ცეკვავენ ვარსკვლავების რამდენიმე გადაცემა ინტერნეტით ვნახე და მოცეკვავეების გარდა თავად კონკურსანტებიც საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. დღეს მათ უკვე მე პირადად ვნახავ და პირადად ვიტყვი, რა მომეწონება შოუში და რა არა. საინტერესო, რას ფიქრობს ამ ყველაფრის შესახებ შოუს წამყვანი დუტა სხიტყვაძე, დუტა საღამომშვიდობის. როგორ ფიქრობ, გარდა იმისა, რომ ძალიან უყვარს ჩვენს მაყურებელს მურატ ილდირიმი, შენი გადმოსახედიდან რითი იქნება საინტერესო მისი როგორც მსახიობის, თურქი მსახიობის შეფასება? მოხარული ვარ პირველ რიგში, რომ ჩემი კოლეგა გვეახლა საქართველოში და კონკრეტულად იმ პროექტში, რომელსაც ცეკვავენ ვარსკვლავების მეხუთე სეზონი ჰქვია. ძალიან საინტერესო, კარგი ახალგაზრდა ადამიანია, სიმპათიური. ქართველი ქალები ბოდავენ მასზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ და ადეკვატურ შეფასებებს გააკეთებს, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან კარგად ცეკვავს თავადაც. იმედი მაქვს, რომ რამეს ვიხილავთ მისი შესრულებით, ყოველ შემთხვევაში ვეცდები, რომ გამოვტყუო და ვნახოთ რა იქნება. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. თქვენ კი აუცილებლად უნდა დაელოდოთ 22 საათს, იმიტომ რომ დღეს ცეკვავენ ვარსკვლავების მესამე საკონკურსო ტური გაიმართება და მონაწილეები შეასრულებენ ტანგოს, ფოქსტროტს და ჯაივს. ასეთი ანონსის შემდეგ მართლა იზღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ 22 საათს ცეკვავენ ვარსკვლავებს და მანამდე ვნახოთ ამინდის პროგნოზი აუცილებლად.